შალანგი ზოგს განიერեք და ზოგს ვიწრდა. ჯობია ესე იგი ასეთნაირად მოვიქცეთ, ჩხლეტა ვაწარმოეთ უკანასკნელი კბილის, მერვე კბილის. საღეჭი ზედაპირიდან 1 სანტიმეტრი ძევით კიდე. რეტრომოლარულ სამკუთხედში. გასაგებია, ხო? დაახლოებით ამ სიმაღლე ხო არის კბილის გვირგვინი. იმის 1 სანტიმეტრის ძევით იქნება აქ, ხო? ვუჩხლეტავთ, გავივილით ესე იგი რბილქსოლების დაახლოებით 5-6 მილიმეტრის სისქეს რბილქსოლებსა დავეცემით ძვალზე. ეს არის საფეთქლის ქედი, ანუ რეტრომოლარული სამკუთხედი. დავეცით ძვალზე, ხო? ეხლა რამდენიც უნდა მივუწევთ, სადმე წავალთ? ვერა. ეს არის პირველი მომენტი, სამომენტიანი მეთოდი. მეორე მომენტი, შპრიცის კორპუსი გადმოგვაქვს ჩხლეტის მხარეს, აი ესეთნაირად. ისე რომ ის იყოს საღეჭი კბილების პარალელურად. და კიდევ ესე იგი გადავანაცვლებთ ნემსის წვერს 5-6 მილიმეტრის სისქეში. ანუ გადავილით რაზე? საფეთქლის რა არის ესა? ქედი. რამდენჯერ ვახსენეთ, ხალხო, რა მოგივიდათ? გადავწდებით საფეთქლის ქედს, ხო? რატო გადმოვიტანეთ ჩხლეტის მხარეზე? რომ გადავცეთ საფეთქლის ქედს. ასე ვერაფრით ვერ გადავწდებით, ხო? გადავწდებით საფეთქლის ქედს. კიდე 5-6 მილიმეტრის სიღრმეზე შევალთ, გადავწდებით საფეთქლის ქედს და როგორც კი გადავწდებით, დავუღრით 9 ან 1 მილიტრი რაოდენობის ანესთეტიკს ენის ნერვისთვის, რადგან აქ სწორედ ესე იგი ჩამოივლის ენის ნერვი, სანამ ჩაწებოდეს ყვაენის ღარში. ეს არის მეორე მომენტი. მესამე მომენტი, ბრუნდებით საწყის პოზიციაში. ანუ შპრიცი გადაგვაქვს ისევ პრემოლარების პროექციაზე საპირისპირო მხარეს და შევდივართ კიდე 10-15 მილიმეტრის სიღრმეზე და აღმოჩნდებით სადა? ყელის ღარში, ქვედაყბის ყელის ღარში, სადაც წევს ჩვენი ქვედაალვეოლარული ნერვი. შეყავს დაახლოებით 1,5-2 მილიტრის საანესთეზიო ხსნარი და ითიშება ქვედაალვეოლარული ნერვი. ეს არის მანდიბულური გაუტკვირების სამომენტიანი მეთოდი. ეხლა მანდიბულური გაუტკვირების ერთმომენტიანი მეთოდი. იქნება მე არ მინდა რომ შპრიცი ესე აქეთ-იქით ვატარო, ხო? ასეთ შემთხვევაში მე შემიძლია ერთი ჩხლეტით ესე იგი ჩავატარო ეს ანესთეზია. ისე მჭირდება მე ორიენტირად რეტრომოლარული მიდამო, სამკუთხედი და ფოსო, ისევ მოვსინჯავ ესე იგი სამკუთხედს თითით. მის პროექციას გადავიტან ვიზუალურად ლორწოვანზე, თიც გადავიტან ამის შემდეგ რეტრომოლარულ ფოსოში. ისევ მოთავსებული არის ესე იგი შპრიცის კორპუსი მოპირდაპირე მხრის ესე იგი პრემოლარებზე და ჩხლეტას ისევ ვაწარმოებთ უკანასკნელი კბილის საღეჭი ზედაპირიდან 1 სანტიმეტრი ძევით, ხოლოდ თუ სამომენტიანი მეთოდი დროს მეუშუალოდ რეტრომოლარული სამკუთხედის პროექციაზე ვაწარმოებდი ჩხლეტას, ამ შემთხვევაში ოდნავ მედიალურად. რომ მე დავეცე არა სამკუთხედს, თუ დაეცე მაშინ სამომენტიანი უნდა ჩაატარო. არამედ ესე იგი საფეთქლის ქედის შიგნითა კიდეს, მედიალურ კიდეს. და როგორც კი დავეცემი, აქ დაახლოებით ასევე 5-6 მილიმეტრის სისქის ქსოვილების გავლა მიწევს რომ დავეცე, როგორც კი დავეცემი დავუღრი ესე იგი ანესთეტიკს დაახლოებით 9-1 მილიტრი რომ გამოითიშოს რომელი ნერვი? ეხლა რომელი გამოთიშე? ენის ნერვი, დიახ. და ამის შემდეგ შევდივარ კიდე ესე იგი ძვლის შიგნითა ზედაპირზე, ან ტოტის შიგნითა ზედაპირზე სვლით, კიდე 2 სანტიმეტრის სიღრმეზე და აღმოჩნდები ყელის ღართან და დავუღრი ანესთეზია, გამოირჩება რომელი ნერვი? ქვედაალვეოლური ნერვი. ქვედაყბის ნერვი ოვალურ ხელთან ითიშება, მაგას მე ავხდი ბაზალურ ანესთეზიას. ესე იგი, ეს არის ერთმომენტიანი მეთოდი. ეხლა აპოდაქტილური მეთოდი, იქნება მე არ მინდა რომ თითით ესე იგი შევიდე პირის ღრუში და ვაწარმოო აბძლოვანი ესე იგი სტრუქტურების, ანუ ორიენტირების პალპირება. დამიჭირეთ თავის ქალა. აპოდაქტილური, ანუ უთითო მეთოდი მოგვაწოდა ყბა. ყბაზე დაიჭირეთ ბავშვებო. მოგვაწოდა ესე იგი ვეიზბრემმა და ამიტომ ვეიზბრემის აპოდაქტილური ანესთეზია ეწოდება. ნახეთ ბავშვებო. თუ ჩაგიხედიათ ესე იგი პირის ღრუში, კარგად გაღებული ესე იგი პირის ღრუს პირობებში, ზედა და ქვედა ბას შორის გაჭიმული არის ლორწოვანი გარსის ნაოჭი, რომელსაც ეწოდება ფრთაქვედაყბის ნაოჭი. რატო ეწოდება ფრთაქვედაყბის ნაოჭი? წარმოიდგინეთ, ეს არის ფრთაქვედაყბის ნაოჭი. რატო ეწოდება ფრთაქვედაყბის ნაოჭი? იმიტომ რომ მისი ფუძე გაჭიმულია ძირითადი ძვლის ფრთისებური მორჩის გარეთაში და შიგნითა ფირფიტებს შორის და მწვერვალით მიმართულია ქვევით ქვედაყბის ოცეგი კუთხის შიგნითა ზედაპირისგან. სამკუთხა ნაოჭია ესეც. ფუძით ზევით, მწვერვალით ქვევით. ლორწოვანი გარსის ნაოჭი გახლავთ. ეს ფრთაქვედაყბის ნაოჭი არის ჩემთვის ესე იგი ამ შემთხვევაში ორიენტირი. ანუ
ძლოვანი ორიენტირები ამ შემთხვევაში არ მაქვს, ხო? ეს ლორწოვანი გარსის ნაოჭია ჩემთვის ორიენტირი. ნახეთ ბავშვებო, პირის ღრუში გავატარებ წარმოსახვით საგიტალურ სიფრთხეს. აი ზუსტად ზედა და ქვედა კბილების საღეში ზაპირების შუაში. აი თანაბრად რო იყოს ეს სიფრთხე დაშორებული, როგორც ზედა, ისე ქვედა კბილის კბილების საღეში ზაპირებდნენ. წარმოსახვითი საგიტალური სიფრთხე რეალურად არაფერი არ შემოგვიყვება. წარმოსახვით ესე გავატარებ საგიტალურ სიფრთხეს, ზედა და ქვედა ესე იგი კბილების საღეში ზაპირების შუაში. და სადაც გადაკვეთავს ეს წარმოსახვითი საგიტალური სიფრთხე, ფრთაქვედაყბის ნაოჭის გარეთა კიდეს, დისტალურ კიდეს. ანუ ეს არის დისტალური კიდე, ხო? ეს არის მედიალური. აი მაგ წერტილში ვაწარმოებ ჩხლეტას, ოღონდ ამ დროს შპრიცი მოთავსებული არის მოპირდაპირე მხარეს პრემოლარების, ან ესე იგი პირველი მოლარის პროექციაზე. ვუჩხლეტა და შევდივარ ესე იგი ძვლამდე. დაახლოებით ესე იგი შევდივარ 1,5-2 სანტიმეტრის სიღრმეზე. სიღრმის სისქის ქსოვილებს გავდივარ, რომ დავეცე ძვალს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავეცე ძვალს და რა ადგილი ესა მოხსნა და ვნახოთ? ყელის ღარი. სადაც ესე იგი ჩემი ქვედაალვეული ნერვი წევს და შევიყვან ანესთეზით და გამოეთიშება ქვედაალვეოლარული ნერვი. ეს არის ესე იგი აპოდაქტილური მეთოდი. ერთხელ კიდე ავაგოთ ახლა ბავშვებო. ეხლა ნახეთ რა საინტერესო რაღაცა უნდა გითხრათ. ეს ფრთაქვედაყბის ნაოჭი უხშირესად გახლავთ ნორმალური ზომის. მაგრამ შეიძლება სხვადასხვა ანატომიური ვარიაცია შეხვდეს. იყოს ნორმაზე ვიწრო, ან ნორმაზე ფართო. თუ ნორმაზე ვიწროა, მაშინ მე დისტალურ კიდესთან კი არ ჩხლეტავ, მედიალურ კიდესთან ჩხლეტავ და თუ ნორმაზე ფართო, მაშინ ცენტრში. ანუ იქ სადაც ესე იგი თუ ნორმაზე ვიწროა, იქ სადაც ჩემი წარმოსახვითი საგიტალური სიფრთხე გადაკვეთავს ფრთაქვედაყბის ნაოჭის შიგნით, ანუ მედიალურ კიდეს იმ წერტილში ვუჩხლეტავ. და თუ ესე იგი ნორმაზე ფართია, იქ სადაც ჩემი წარმოსახვითი საგიტალური სიფრთხე გადაკვეთავს ფრთაქვედაყბის ნაოჭის ცენტრალურ მიდამოს, იქ ვუჩხლეტავ. მაგრამ უხშირესად ესე იგი ვჩხლეთ სწორედ გარეთა კიდესთან, რადგან უხშირესად სწორედ ნორმალური ზომის ხდება, იმიტომ არის ნორმა მიჩნეული, რომ უხშირესად სწორედ ესე იგი ნორმალური ზომის ფრთაქვედაყბის ნაოჭი ხდება. ეს რაც შეეხება აპოდაქტილურ, ანუ